გამარჯობა, დიდი მადლობა ყველას, რომ მომეცით საშუალება მეტი დრო გავატაროთ ჩემ შვილებთან ერთად. ესე თუ გაატარებ მეტ დროს, თორე ამ დროს უკვე კურიერში ხარ ხოლმე, გიორგი. შემოკრეფილი ყავს მთელი კურიერი. ვაფერ, გასულ საათში ვთქვით კიდეც, რომ კიდევ ერთი შვილი, მეოთხე თუ პირველი არ ვიცი, კურიერზე უნდა ვილაპარაკოთ, თქო, მინდა მაყურებლისადმი ერთგულებაზე გავამახვილოთ ყურადღება. ანუ ის რომ მაყურებელმა პირველმა გაიგო რა ხდებოდა 13 ივნის იმ ომში, ამ ომში ყველა ქარტეხილმა გადაიარა კურიერის თავზე ფაქტობრივად. რა უჯდება თითოეულ კურიერელს ეს ამბავი? რა გიჯდება შენ და თითოეულ თანამშრომელს? ძალიან მარტივია, ბევრად იშვიათი ესეთი მომენტები, როგორიც ახლა მე მაქვს. ბევრად ნაკლები დრო ოჯახთან, ბევრად ნაკლები დრო საყვარელ ადამიანებთან, ბევრად ნაკლები დრო საკუთარი თავისთვის. თუმცა ეს არც არავის არ ვაყვედრებთ ამას და არც წუწუნებთ ამ თემაზე, იმიტომ რომ პირველი ეს ჩვენი საქმეა, მეორე ჩვენ ამ საქმის კეთება გვიყვარს და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ამ საქმის კეთება მე მგონი ძალიან კარგად გამოგვდის ყველას, მთელ გუნდს და მთელ ტელევიზიას. ნამდვილად, რთული ამაში არ დაგეთანხმოთ. გიორგი, პარასკევი, ანუ ხვალ უკვე არის დღე, როდესაც კიდევ ერთი პროცესი უნდა შედგეს. რა ზეგუp უბრალოდ, რა მოლოდინები გაქვს შენ ამ პროცესიდან? გუშინ რუსთავიორის მაყურებელმა, ვინც გაძლო ძალიან გვიანობამდე არჩევანის ეთერში, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით. მოლოდინები სამწუხაროდ იმაზე ნაკლებად ოპტიმისტური გვაქვს, ვიდრე შეიძლება რომ გქონდეს, გამომდინარე იქიდან რომ ყველა ხედავთ როგორ ვითარდება პროცესები რუსთავიორის სასამართლო პროცესის ირგვლივ სასამართლო დარბაზში. თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც გადამწყვეტი და მთავარი მაინც იქნება მაყურებელი და მისი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად როგორ უნდა გაგრძელდეს რუსთავიორის მუშაობა. ეს არ არის პროცესების დასასრული, მე ამას ესე არ უყურებ. მე ვგეგმავ, რომ კიდევ ძალიან დიდი ხანი ვიმუშაო რუსთავიორში ჩემ გუნდთან ერთად, იმ ხელმძღვანელების პირობებში, რომლებიც არიან და მგონია, რომ ეს ყველაფერი გამოგვივა ისევ და ისევ მაყურებლის მხარდაჭერით. და გადავალთ თემაზე, რომლებიც არიან შენს ირგვლივ, ჩაფლული ხარ სამსაოცრებაში. ბავშვები, რომლებიც ალბათ ყველაფერს დაგავიწყებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსთავიორის დაბადების დღის გარდა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დღეა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მე მინდა, რომ ყველა მშობელს უსურვო, რაც შეიძლება მეტი დრო საკუთარ შვილებთან და რაც შეიძლება მეტი დრო იმის ყურებაში, როგორი გაღიმებული და ბედნიერი სახეები აქვთ მათ შვილებს. მე მინდა, რომ ბევრ ამ ქალაქელს უსურვო მეტი სიმწვანე და მეტი ესეთი ადგილები, როგორშიც ახლა ჩვენ ვართ, სადაც შეიძლება რომ ბავშვებთან ერთად ისე იდგნენ და უბრალოდ დრო გაატარო და მე მინდა, რომ ყველა ბავშვს უსურვო უკეთეს საქართველოში ცხოვრება. გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ ამ 2016 წლის ეს 1 ივნისი არ არის ისეთი დაბადების დღე, როგორც რუსთავიორელები ვინატრებდით, მაგრამ ალბათ სიმბოლურიც არის, რომ ამ პირობებში ემთხვევა ბავშვთა დაცვის დღე, იმიტომ რომ 3 ივნისი იქნება თუ რა დღე იქნება ეს სასამართლო პროცესი, არა მხოლოდ რუსთავიორის საქმე წყდება, არამედ სწორედ ჩვენი შვილების და მომავლის საქმე წყდება ერთგვარად. გეთანხმები, ნამდვილად ესეა. არა იმიტომ რომ მე ვმუშაობ რუსთავიორში, არა იმიტომ რომ ეს ჩემი სამსახურია, ჩემი სახლია. რეალობა ესეთია, რომ რუსთავიორი ამ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და მე მინდა რომ ეს ქვეყანა ვითარდებოდეს, შესაბამისად რუსთავიორიც უნდა განვითარდეს. ჩვენ კი გთხოვთ რომ ამ საოცარი ხმების და ღუღუნის ფონზე კიდევ ერთხელ გაგვაცნო გიორგი, დღეს როგორი ამინდი გველოდება. ბავშვების ოცნებები ბოლოს სრულდება. ამინდის პროგნოზით წაკითხვა ყველას შეუძლია რუსთავიორის ეთერში. ეს ყველაფერი რეალურია. დღეს ამინდს კვლავ განაპირობებს ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთ რაიონებიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედება. ამიტომ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის შესაძლებელია სეტყვაც, ელჭექის დროს ზოგან გაძლიერდება დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება ბათუმში +25, ფოთში 28 გრადუსი. 25 გრადუსამდე გათვება ჰაერი სოხუმში, ზუგდიდში 26 გრადუსი სითბო მოსალოდნელი, სანდრო ძალიან ტირის, მაგრამ 24 გრადუსი იქნება ახალციხეში, 27 გრადუსამდე გათვება ჰაერი ქუთაისში. ლენტეხში 23 გრადუსი, ცაგერსა და ამბროლაურში +24 გრადუსია ნავარაუდები. 24 გრადუსი სითბო მოსალოდნელი ცხინვალში, გორში +25 გრადუსი იქნება. 28 გრადუსამდე გათვება ჰაერი თბილისსა და რუსთავში, თელავში +28,
სიღნაღში +27 და ყვარელში +29 გრადუსია ნავარაუდები. თბილისში დრო გამოშვებით მოიღრუბლება შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ელჭექის დროს ზოგან გაძლიერდება დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება დილის 9 საათზე +19, 12-ზე +23, 15-ზე +28, 18-ზე +26 და 21 საათზე +19 გრადუსის. 1 ივნის უფლებათა ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს უფლებების დარღვევაში არ დაგვადანაშაულეს ზარი რუსოსთან ეგრევე. აუცილებლად ძალიან ჩქარათან ჩვენი დიდი მოკითხვა რუსოს რას. აუცილებლად ყველას გისურვებთ ბევრ მზიან დღეს და ბევრ ღიმილიან სახეს. ასევე უმეტესი მადლობა. საოცარ ბაყარებთან ერთად ჩვენთან ერთად და მათთან ერთად დილის რვის ნახევრიდან. მადლობა და მადლობა გემშვიდობით. წარმატებულ დღეს გისურვებთ, გიორგი. წარმატებულ დღეს გისურვებთ. გელოდებით რუსთავიორში.